თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მორიგის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მხარებმა ბრალდების მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარ ორგანიზატორად ასახელებს. ბაჩო ახალაიას მეუღლე ანინა დარეიშვილი აცხადებს, რომ სხდომაზე წარმოდგენილ დაზარალებულებს მოცემულ საქმესთან კავშირი არ აქვთ. მისი თქმით, ახალაია ინტერნეტის ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით არის დაკავებული, ამიტომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ამ პირების დაზიანება. ნადარეიშვილი ხას უსვამს, რომ გამოძებას არ დაუდგენია თუ კომუნიკაციის შინაარსი, არამედ ზოგადად ისიც, თუ რა მიზნით გამოიყენა ახალაიამ ინტერნეტი. ადამიანმა თქვა, რომ საერთოდ არანაირი შემხებლობა არ აქვს ბაჩო ახალაიასთან, საერთოდ არ იცის რატო გამოდის მის სასამართლოზე, არანაირი ინფორმაცია არ შეუძლია საერთოდ მიაწოდოს ბაჩოს თაობაზე სასამართლოს. ზუსტად ვიცი, რომ ბაჩოს 9 წლიანი მუხლია და 9 წელს მისცემენ, იმიტომ რომ იცით, რომ ნასამართლები არის ამათ მიერ უკვე და ამიტომ ამას მოიმიზებენ ზუსტად, რომ არის უკვე ნასამართლები, ამიტომ მაქსიმუმს მისცემენ. არანაირი მიუხედავად იმისა, რა ხდება ამ სასამართლო პროცესზე და როგორი ცირკი მიმდინარეობს და როგორი დადგმული სპექტაკლი არის და უნიჭო მსახიობები ყავთ მოყვანილი, მიუხედავად ამისა, ნამდვილად არანაირი, ეს უბრალოდ საზოგადოებისთვის საზოგადოებას პატივს ვცემ და კიდე გამოვდივარ და თორე არანაირი, რა თქმა უნდა, იმიტომ არ დავდივარ ამ სასამართლო პროცესზე, რომ ამას ველოდები ამ სასამართლოსგან. ბაჩო ახალაიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებენ, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ის 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებს ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. თავად დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებას არ ეთანხმება. ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრული მას 16 თებერვალს სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაგან მოწოდებას ედავებიან. მუხლის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.